მოგესალმებით ნაზის სარჯულაზე გადაცემა საჩინოდან. დღეს კვლავ ჩემთან სტუმრად ბრძანდება უზურპასესი პიროვნება ბატონი გელა ქოქიაშვილი, რომელიც გვიამბობს ია კარგარეთელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ეს დიდებული ქართველი რატომღაც ჩემის აზრით ბატონო გელა მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ რომ მობრძანდით ჩემთან გადაცემაში და გული მწყდება რომ ნაკლებად ცნობილი გახლავთ ბატონი ია კარგარეთელი. მუსიკალურ სამყაროში ცნობილია, მაგრამ აი ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად არის ცნობილი. ახლა გვიამბეთ რა შეა საქმე და მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. მე არაერთხელ აღმინიშავს გადაცემებში სხვა კომპოზიტორების, ცნობილი კომპოზიტორების გადაცემების დროს, რომ მე-19 საუკუნის ბოლო წლები და მე-20 საუკუნის დასაწყისი ეს არის ქართველი კომპოზიტორების ოქროს ხანა. დიახ. აი ზუსტად ამ დროს მოხდა საქართველოში ახალი ახალგაზრდა კომპოზიტორების აღზევება, შემოსვლა საქართველოს სინამდვილეში და რასაკვირველია შეიქმნა უძურფასესი მუსიკალური ნაწარმოებები. მაშინ შეიქმნა ოპერები, ქართული ოპერები ხო საერთოდ არ იყო. არ იყო ქართული რომანსები. და სხვა ნაწარმოებები ხო სიმფონიურ მუსიკაზე და იმაზე აღარ ალაპარაკი. და აი კარგარეთელი ზუსტად აი ამ თაობას, ოქროს თაობას მიეკუთვნება. ია კარგარეთელი დაიბადა 1867 წელს კასპიის რაიონის ერთაწმინდა, სოფელ ერთაწმინდაში. გუდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი კარგად მღეროდა, შესანიშნავად. საერთოდ კარგარეთელები როგორც ასეთი, საერთოდ მუსიკალური გვარია, ცნობილია როგორც მუსიკალური გვარი. და ეს მუსიკალობა, ეს სიმღერისადმი ინტერესი, სიმღერისადმი ლტოვა მას ბავშვობიდანვე დაჰყვა. დიახ. ია იგივე ილია ქვია ასენერვენ, ია შემოკლებით დაუძახეს და საერთოდ ცნობილია როგორც ია კარგარეთელი, ასეა ცნობილი საერთოდ და 8 წლის შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში. ხო და ძალიან ისეთი მოუსვენარი ბავშვი ყოფილა ბავშვობაში. თურმე ძალიან ცელკი ძალიან და ზედმეტ სახელად ჩორტიც კი შეარქვეს, ჩორტი. ასეთი სახელწოდებით დადიოდა თურმე ჩორტი, სანამ სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. მაგრამ იმდენად საინტერესო პიროვნება იყო უკვე ბავშვობიდანვე. უკვე მონაცემები კარი ჰქონდა, შესანიშნავად მღეროდა, მუსიკალური ბავშვი იყო, რა რომ იტყვიან. რომ ასე რომ ყველა ამას რა ქვია დიდ პატივს სცემდა. დიახ. და უკვე რაღაც ასაკში რო შევიდა, ის იმდენად კარგი რა ქვია კარგი მონაცემები ჰქონდა მას, რომ ის სიმღერას იწყებს სიონის მგალობელთა გუნდში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ალბათ 14-15 წლის ალბათ. დიახ. და ამის შემდეგ უკვე 1-2 წლის შემდეგ უკვე იქნება საქართველოში პირველი ეთნოგრაფიული, ქართული ეთნოგრაფიული ანსამბლი ლადო აღნიაშვილის საქმეა. დიახ. ხელმძღვანელობით და ლადო აღნიაშვილის ორგანიზატორული ორგანიზაციის და მუსიკას რა ქვია და იქ ამ ანსამბლში ეს ღერის სოლო პარტიებს, ქართულ სიმღერებს. ქართულ სიმღერებს ღერის სოლო პარტიებს ღერის. და ამავე დროს მუსიკას სწავლობს იოსებ რატილთან. იოსებ რატილი განათლებული მუსიკოსი იყო. მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. მომღერალი იყო, თვითონ მომღერალი იყო, რომელიც მერე შემდეგ ქართულ ანსამბლს ჩაუდგა სათავეში, როგორც ლოტბარი და დიდი ღვაწლი მიუძღვის სხვათა შორის უნდა აღნიშნოთ. უნდა აღნიშნოთ, რომ იოსებ რატილს ეს ჩეხი პიროვნება იყო, ჩეხი წარმომავლობით იყო ჩეხი. მაგრამ მოეწონა თბილისი, მოეწონა ქართველი ხალხი და სიტუაცია როგორც ჩანს
და დარჩა და ხელმძღვანელობდა, გუნდს ხელმძღვანელობდა. მერე სხვადასხვა პედაგოგობდა, რომელთანაც ბევრმა ცნობილმა ჩვენმა ცნობილმა ხელოვანმა გაიარა მასთან კურსი ხათაშორის. სიმღერის კურსი, სიმღერას რომელი ხმა იყო თვითონ ხომ არ იცით? თვითონ რომელი ხმა იყო? ბარიტონი ქონდა. ბარიტონი. კი, ბარიტონი ქონდა. და დიახ. ასეთი მონაცემების მქონეს უკვე კარგი მონაცემები აშკარად უკვე ჩანდა რა ქვია ია კარგარეთელის მონაცემები უკვე და იოსებ რატილის რა ქვია დახმარებით და მითითებით 1899 წელში ია კარგარეთელი მიდის მოსკოვში. არა კონსერვატორიაში კი არა ბარებს, არა იქ არის მოსკოვში არის ფილარმონიული საზოგადოება. ხო, მუსიკალური განხრით და იქ დაიწყო მეცადინეობა. მეცადინეობა როგორც გადიოდა როგორც ვოკალის იმას, როგორც ასევე გადიოდა თეორიულ საგნებს. და აი აქ უკვე დაებადა მას წამოდგა მერე უნივერსიტეტის ისტორიული და ეთნოგრაფიული კათედრაზე ღია გადაცემები იყო ხოლმე საუბრები ღია აი ღია საუბრებში იღებდა მონაწილეობას როგორც მუსიკას ცოდნა უკვე იმდენ განსაკუთრებით დიდ ყურადღებით აქცევდა ის ქართულ ხალხურ სიმღერას და ძალიან ბევრ საუბრობდა ქართული ხალხური სიმღერის ისტორიაზე, მის წარმომავლობაზე და მის ღირსებებზე. და გამოდიოდა ხოლმე კონცერტებზე სხვადასხვა. ღიროდა ქართული რაღაცა ნაწარმოებებს, გამოდიოდა ქართულ ნაწარმოებებს ღიროდა. და უკვე მოსკოვში უკვე მან ესე იგი თავისი ადგილი და ამავე დროს ეს იწყებს სტატიების წერას, ესე იგი მოსკოვში. ხელოვნების შესახებ, მუსიკის შესახებ, ხალხური შემოქმედების შესახებ, ეთნომუსიკის შესახებ და ასე შემდეგ და განსაკუთრებით რა ქვია ქართული მუსიკის შესახებ. გამოდის რა ქვია ქართული საღამოები იმართებოდა ძალიან, მაგ დროს ცნობილი იყო საერთოდ მოსკოვშიც და სალონური სიტუაცია. გადაცემები იყო, სადაც თავს იყრიდნენ რა ქვია ჩვენი ქართველი წარმომადგენლები, ხო და იმართებოდა შეხვედრები, იმართებოდა დისპუტები, იმართებოდა საუბრები, საკურველი საქართველოზე იყო საუბარი აქ. ქართულ მუსიკაზე, ქართულ ხელოვნებაზე და ასე და გამოდიოდა ძალიან აქტიურად სხვათა შორის. და ამის შემდეგ 1800 უფრო სწორად 1895 წელს ის ბრუნდება საქართველოში, ჩამოდის. უკვე განსწავლულია მუსიკალური განათლება მიღებული აქვს, გავლილი აქვს თეორიული საგნები და 1897 წელს ის გამოდის ოპერაში დემონი. გვერის ტენორის პარტიას. სინოდალის პარტიას ასრულებს, თავარი პარტია არის სინოდალის პარტია დემონში გამოდის წინვალეთ იმღერა. და დირიჟორი იყო იტალიელი ტრუფი, ასეთი ტრუფი. ასეთი იყო ტრუფი. დირიჟორი იყო, მაშინ ოპერაში იყო იტალიელი ტრუფი და დირიჟორი ტრუფი იყო. ხო 97 წელს ის ოჯახს ხმის, ესე იგი მეუღლეც მისი მეუღლე არის, სხვადასხვა მისი მოგვარია. მისი მოგვარია, მაგრამ ნათესავები არ არიან. ეს ქალბატონი ალექსანდრა კარგარეთელი მეუღლე მისი დაბადებული არის ქვია ჩრდილო კავკასიაში. ვლადიკავკაზში დაბადებული. უბრალოდ მოგვარეები არიან და პირდაპირ ნათესავები არ არიან. მისი მეუღლე და სხვადასხვა ეს ქალბატონი, მისი მეუღლე იყო დრამატული მსახიობი. ცნობილი დრამატული მსახიობი იყო თეატრში, ქართულ თეატრში მოღვაწეობდა. 1901 წელს მოხდა ამიერკავკასიის რა ქვია ამის კარვას ხატრების
მხატვრების შეკრება რა. პირველი ქართული პირველი საქართველოში იყო პირველი შეკრება ქართული არა საერთოდ ამიერკავკასიის მხატვრების შეკრება იყო. და მუსიკალური ხელმძღვანელობა დაავალეს იაკარგარეთ. და ამან შეკრება დაახლოებით 50 კაცამდე მოვიზია ხმები, შეკრება ანსამბლი და აი ამ ხნის განმავლობაში სანამდე ეს გამოფენა არსებობდა და იმ ხნის განმავლობაში ესენი მუსიკალურად, ესე იგი ქართულ ხალხურ სიმღერებით, ესე იგი ამას ალამაზებდნენ და მათ ვიყავდათ მუსიკალური მიმართულება. იაკარგარეთელის ხელმძღვანელობით. ხო და 1902 წელს იგი ძალიან აქტიურ რა ქვია მუშაობას იწყებს ქართული ფილარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების თორსა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის მისი ღვაწლია პრინციპში ჩამოყალიბება. პირდაპირ თვითონ ჩაუდგა ამას სათავეში, შემოიკრიბა რასაკვირველი ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, ანდრია ყარაშვილი, ზაქარია ჩხიკვაძე, ესენი ეს ცნობილი პიროვნებები და ჩამოაყალიბა მუსიკალური ფაქტურად ფილარმონია ხო მუსიკალური მიმართულების ესე იგი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. და ხელმძღვანელად დანიშნა ზაქარია ფალიაშვილი. მაგრამ მისი დაარსებულია. მან დაარსა. მან ორგანიზაცია მან გაუკეთა, მაგრამ თვითონ კი არ ჩაუდგა მას სათავეში. თვითონ კი არ ჩაუდგა, ეხლა ზოგიერთი რასაკვირველი ჩემი დაარსებულია და კიდევ თუ არა მე უნდა ვიყო ზოგიერთი. არა ბატონო, დაუძახა, ის მიხვდა რომ ზაქარია ფალიაშვილი უფრო ღირსეული იქნებოდა ამისთვის და დაუძახა ზაქარია ფალიაშვილი და დანიშნა ზაქარია ფალიაშვილი. როგორი პიროვნება, ნახეთ. რასაკვირველი ეს. დაინახა რომ ის იყო ყველაზე საუკეთესო. ჩვენ ხო ასეთი რამე ხო იშვიათია, რომ სხვა დაუთმო შენი აზრი და შენი დაარსებული. შენზე უფრო ღირსეული პიროვნება წარმოაჩინო. დიახ. გზამისცე. ის კი არა გინდა თორე შენ გამოხვიდე პირველ ადგილზე და არა მე ვარ და ჩემი ნაბადი ხარ. დიახ. ეს ხო ქართული განსაკუთრებული პიროვნება ამ ხრივ, იცით რა. ასაკურველია. ხო, და იწყებს რომანსების წერას. თქვენ გააქვთ მისი რომანსები, ხო? მე როგორც შემსრულებელი ძალიან მინდა შევასრულო მისი რომანსები. არა, მე მაქვს ჩაწერილი, ქვია საკავშირო ფირმა მელოდიის მიერ. დიახ. მისი ერთ-ერთი უბრწყინვალესი რომანსი. ეს არის ჩვენი ერთა ხელმწიფო. დიახ. ძალიან მოკლე ის არის, რა ქვია, რომანსია. სულ არის წუთი და 35 წამი. მაგრამ იმდენად საინტერესოა, იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად რაღაცა ისეთი ნიუანსებია შიგ. აუცილებლად მაგას შევისწავლე. ისეთი მოძრაობა, ერთი ძალიან სწრაფი მოძრაობა, ნაწარმოებია ესეთი. სწრაფია და მოძრავი ნაწარმოებია. ხო და მაგრამ ამაში არის ესე იგი ჩაქსოვილი ერთი ქართული რომ მოისმენთ, ესე იგი ამაში ხელწერა ქართული. აი იტყვი რომ ეს ნამდვილად ქართულია. მაგას იტყვით. არ არის აუცილებლად ვიღაცა სხვა ეროვნების ან რუსული ან რაღაც. გადმოტანილი არა, მსგავსება არაა, მისია. არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან უნიკალური შემთხვევაა. სხვათა შორის ახლა მე ვუკვირდები რომანსებს, ხო? ქართული რომანსი ცოტა არის, იტალიური სკოლაც არის, რუსული სკოლაც არის აქ. ანუ რომანსების სტილზე ვლაპარაკობ, ხო? ეს აუცილებლად ამის შემდეგ ქმნის ესე იგი რომანსების თელ ციკლს ქმნის. გარდა ამისა, გარდა მშვენი ერთა ხელმწიფისა ის დაახლოებით 1-20-მდე რომანს ქმნის, მაგრამ რომანსები არის ერთმანეთზე უკეთესი კაცო. მაგრამ ეს ერთი რომანსი, რომელიც ყველაზე ძალიან მომწონდა მე, ამას ყოველთვის ვიმეორებდი ყველა კონცერტზე. დიახ. რამდენი კონცერტიც ჩამეტარებია, ეს სოლო კონცერტი იყო თუ შერეული სახის კონცერტი ჰქონდა. აბსოლუტურად ყველა კონცერტში აუცილებლად ამ ნაწარმოებს ვასრულებდი მე.
და ჩავწერე კიდევაც ესე იგი დიახ. საკავშირო ფირმა მელოდიის მიერ ჩაწერილი იქნა გრამ ფირფიტაზე არის ჩაწერილი დიახ. ჩვენ ხომ მოვისმენთ მაგას? კი ბატონო შეგვიძლია და ასეთი რა ქვია მიმართულების ძალიან აქტიურია რა ქვია ქართული ხელოვნების მიმართ, ქართული კულტურის მიმართ, ქართული მუსიკის მიმართ, ქართული სტატიებს წერს. დიახ. გამოდის შეადგინა ქართული მუსიკის მცირე ენციკლოპედია გამოსცა, ქართული მუსიკის მთელი ენციკლოპედია. და რაც მთავარია, საქართველოში არ იძგებოდა ოპერები ქართულ ენაზე. დიახ, დიახ. მან დაიწყო ოპერების ქართულად თარგმნა. ლიბრეტო მან თარგმნა თითქმის ქართულად თარგმნა ეს ძალიან რთული პროცედურაა ახლა. როგორ არა? ერთი მთელი ვერდის ოპერები თარგმნა მაგა. Traviata, ერთი 10 ოპერა, ერთი 2. პიკის ქალი ჩაიკოვსკის. კი. ხო და თარგმნა ესე იგი ეს დიდებული საქმე გააკეთა. იმიტომ რომ ძალიან საზოგადოების მოთხოვნილება იყო მაშინ რომ არაფერი ქართული არაფერი არ არის. ვერ არის ქართული ოპერა. არენაზე არ არის. არაფერი იდგმება მარტო რუსული ოპერები და იტალიური ოპერები. და საზოგადოება აქედან გამომდინარე დასკვნა უნდა გავაკეთოთ. მოთხოვნილება იყო საზოგადოების მოთხოვნილება იყო და ჩაუდგა ამას სათავეში. იცით კიდევ რა მინდა აღვნიშნო, ისე კარგად იცოდა იტალიური ენა. რომ თარგმნა ზუსტი იქ ხომ თანხმოვნები, ხმოვნები, ყველაფერი უნდა იყოს, არა? ასე და ხო და ძალიან დიდი საოცარი შრომა აქვს ჩადებული. კი, აი მარტო ეს რო გაეკეთებია მაგას. ხო, დიახ. სხვა არაფერი გაეკეთებია. და ის გასაოცარი რომანსები მართლაც აი ქართული სული როა ჩადებული ში. მე აუცილებლად დავინტერესდები მაგით. რა ქვია, ჟღერადობა რო აქვს მის რომანსებს. გარდა იმისა, ისინიც რო არ გაეკეთებინა და ეთარგმნა მარტო ოპერები, ეგეც საკმარისი იყო რომ დაფასებული იყო ისე როგორც საჭირო იყო. აი თქვენ ხომ არიცით ახლა შეიძლება ვინმემ დაინტერესდეს, სად შეიძლება მოიძებნოს ის ნუსხა სია ქართული რომანსებისა არის გამოცემული? მან გამოსცა აი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 1905 წელს თუ და სად შეიძლება მაგისი მოძებნა? აი ეგ უნდა ეძებოთ ალბათ კონსერვატორიაში თუ იქნება. კონსერვატორიაში არ მითხრათ. მთელი ბიბლიოთეკა ვინც იყო ათენში ამყოფოს, მაგრამ არ მინდა სახელი და გვარი თქვა, ჩაიტანა პადვალში მთელი არქივი და მთელი ბიბლიოთეკა და კატასტროფული მდგომარეობა. როგორ შეიძლება ნოტები ჩაიტანო პადვალში? იმას ხო თავისი შენახვის დრო აქვს. გასაკვირად თავისი ტემპერატურა ჭირდება. აბარა. მე დამჭირდა ნოტების ჭირდებოდა რაღაც. მივედი და ჩამიშვეს სტარტაპში და არ ვიცი ახლა მე არ დამჭირვებია ეგა მაგრამ ალბათ ეგ უნდა იყოს დღევანდელი მომღერლები ასრულებენ მის რომანს. არ ვიცი ახლა მე საერთოდ დღევანდელ მომღერლებსაც და ჩემი თაობის მომღერლებსაც კამერული ნაწარმოებები არ აინტერესებდა. აი ეგა. სწორი საოპერო მომღერალს არ აინტერესებდა კამერული ნაწარმოებები. არ აუცილებელი. არ მღეროდა, რა ქვია. მაგრამ დიდი შეცდომაა მე ვთქვი. შეცდომა აბარა. იმიტომ რომ კამერული ჟანრი ეს არის მე მგონი ყველაზე რთული. აი რატომ იყო ვანო სალაზიშვილი ძალიან დიდი? დიახ. ვანო სალაზიშვილი რატომ იყო დიდი? დიახ. ოპერაში 40-მდე ოპერა აქვს ნამღერით. იცით თქვენ? დიახ. ვანო სალაზიშვილს აქვს თბილისის ოპერის თეატრში 40-მდე სპექტაკლი ნამღერი. სპექტაკლი კი არა, სპექტაკლი მეტი აქვს ნამღერი, მაგრამ 40 ნაწარმოები, დიახ. შესრულებული. დიახ. მაგრამ შესრულებული აქვს ამავე დროს, ესე იგი, εν რაოდენობით, რაც ვიკვირია,
რომანსები, კამერული ნაწარმოები. კონცერტზე გამოდიოდა და გამოქონდა ხო, ქართული ნაწარმოები. ის კი არა, იტალიური ნაწარმოები ათარგმნა, რა ქვია, ქართულად და ტექსტი, რა ქვია, გრიჩაშვილმა თარგმნა. ოსოლემიო, ეს არის, რა ქვია, ქართულ ენაზე და ასრულებდა ქართულად. და რატომ ხო, აი მე ძალიან რატო გაურბიან ეს, რა ქვია, იმიტომ რომ მე მომღერლები მე არ ვიცი. მე რადგანაც რომანსების შემსრულებელი მაწუხებს ეგ საკითხი იცით? ვეძებ ქართულ რომანსებს და ვერ პოულობ ბევრს. მე მინდა ხა რუსული რომანსები კი ბატონო ვიცი და მაგაზე პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ ქართული რომანსები ნაკლებად ვიცი და ეს მაწუხებს ძალიან. შემდგომ 1915 წელს იგი შეუდგა ქართული მუსიკის ისტორიის დამუშავებას. ესე იგი 15 წლამდე მანამდე რანაირად დამუშავებდა, ესე იგი 15 წლამდე ფაქტიურად ოპერა არ იყო, ქართული ოპერა არ იყო. დიახ. იყო მხოლოდ რომანსები, ისიც რა ქვია, იშვიათი. ანდრია ყარაშვილს ჰქონდა რომანსები. მელიტონ ბალანჩივაძეს ჰქონდა რომანსები. თვითონ ზაქარია ფალიაშვილსაც ჰქონდა. კი, როგორ არა. და 15 წლამდე სხვათა შორის ჯერ კიდევ 1913 წელს ვანო სარაჯიშვილი და სანდრო ინაშვილი ასრულებდნენ ფრაგმენტებს აბესალომდე ეთერიდან ზაქარია ფალიაშვილის. კონცერტებზე გამოქონდათ და ასრულებდნენ მაგალითად დუეტს. ხო. აბესალომისა და მურმანის დუეტს გამოქონდათ. ძალიან ხშირად გამოქონდათ, ეს სულ გამოქონდათ. ხო. ხო და მე ვფიქრობ, რომ აი ამან განაპირობა, ესე იგი, რაც იყო სახეზე ფაქტიურად, აი მის შესწავლა გადაწყვიტა იაგარგარეთელმა. რაც იყო თუ ხოდა ვინმეს რამე ფრაგმენტი ქონდა, საოპერო ფრაგმენტი, იმასაც რასაკვირველი მოიხსენიებდა, აუცილებლად მოიხსენიებდა რომანსები, რომელიც შექმნილი იყო 1890-იანი წლების შემდგომ პერიოდში და 20-იანი წლების დასაწყისში. მოიხსენიებდა აუცილებლად თავის რომანსებს, შესანიშნავ რომანსებს, ცხინვალე რომანსებს და შეუდგა მუსიკის ისტორიის შექმნას. მაგრამ ეს ხო კვლევის საგანია, ეს ხო უნდა ეძებო, უნდა მოიძიო ახლა რა როგორ თუ არსებობს რაიმე ქართული, ესე იგი ის ეძებდა ქართულს. ამ პერიოდში ესე იგი ის დანიშნეს ქართული ოპერის რეჟისორად, ოპერაში რეჟისორად. რეჟისორად დანიშნეს და ამ დროს რუსული გავლენა იყო რასაკვირველია საქართველოში და რაღაც შოვინისტებმა, ესე იგი რაღაცა წერილით გამოვიდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოვიდა წერილი და რაღაც როგორ რუსულ შოვინისტებმა და ჩაუსაფრდნენ, ხო და სასიკვდილოდ გაიმატეს რა ეს კაცი. ხო დაჭრეს. დიახ. დაჭრეს და სიკვდილის ძლებს გადაურჩა რა. ოდესაში სასწრაფოდ ოდესაში წავიდა, გააგზავნეს ესა, იქ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ეს მარჯვენა ხელი საერთოდ მინდა წაერთვა. დაკარგა ფაქტურად მარჯვენა ხელი. ვეღარ წერდა ვერაფერს ვერ ვწდა და იმდენად განავითარა მარცხენა ხელი, იმდენად განავითარა, იმდენი შრომა ჩადო და იმდენად ივარჯიშა და იმდენად მოინდომა, რომ მარცხენა ხელით წერდა სტატიებს და წერდა, რა ქვია, რომანსებს. საინტერესო ადამიანი დადebo. მარცხენა ხელით, ესე იგი, როგორ უნდა განავითარო მარცხენა ხელი, ესე იგი, მე არ ვიცი, მე ეგრო წავიკითხე და თქვი, კაცო, ვიფიქრე, აი, მე დავუშვათ, მე რო დამმართო და მეთქი რა. დიახ. შევძლებდი მე ამას და მე იქვე დავასწვენი, რომ მე ვერ შევძლებდი მაგის გაკეთებას. და ბევრი ვერ შეძლებდა სხვათა შორის მაგის გაკეთებას, ძალიან ბევრი. და შეიძლება უმეტესობაც ვერ შეძლებდა მაგის გაკეთებას და ამან ესე იგი იმდენად მოინდომა, იმდენად რა ქვია განეწყო ამისთვის, რომ ესე იგი წერის რო ვეღარ წერდა ცუდად ხდებოდა. რომ დაეტოებინა ეს ძვირფასი მასალა. ნუ გამოდიოდა სტატიებით. ხო, მასალებია ხო? გამოდიოდა სტატიებით. მაგი ხო თეორიას კი ეთქულობდა. არა, მე ესე იგი ჯერ კითხულობდა 1910 წლიდან 18 წლამდე, რა ქვია,
ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში თბილისში. კი. ხო, დაახლოებით კონსერვატორიაშიც ხო იყო? ხო, შემდგომ უკვე რაცა გასაბჭოვდა კონსერვატორიაში კითხულობდა მუსიკის თეორიას. მუსიკის თეორიასთან ერთად კითხულობდა მცირე მუსიკალური ისტორია, მუსიკალური ისტორია. ლიტერატურა ხო, მცირე ესე იგი იოლად აღსაქმელი მუსიკალური იმას, რა ქვია, სტუდენტებს ესე იგი იოლად აეთვისებინათ ესა და შემდეგ შეეძლოთ ასაკვირველია სერიოზული მუსიკალური თეორიაზე წემსჯელად და ესწავლათ კიდევაც და ასაკვირველია თავისთვის გამოეყენებინათ ეს ყველაფერი. ია კარგარეთელის შვილები მუსიკას გაყვნენ რა, ესე იგი ვინაიდან მამის გავლენის გამო მისმა ქალიშვილმა დაამთავრა კონსერვატორია, ვოკალური განხრით და 20-იანი წლების ბოლოს მღეროდა სოპრანოს პარტიებს თბილისის ოპერის თეატრში. ვაჟიშვილი? ხო, ვაჟიშვილი, რა ქვია, კონსერვატორიაში სწავლობდა საფორტეპიანო განხრით. მაგრამ რაღაც ფიზიკური პრობლემები შეექმნა, ამათ შეიქმნა და საერთოდ დაანება თავის საერთოდ მუსიკასაც აღარ გაყოლია. ესეთი ისტორია აქვს სამწუხაროდ მის ვაჟს. მაგრამ ქალიშვილმა ესე იგი ოპერაში მღეროდა რაღაც წლების განმავლობაში და შემდეგ დიმიტრი ალაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი იყო, რასაკვირველია, თბილისში და იქ ასწავლიდა სიმღერას ეს ქალიშვილი. მისი ქალიშვილი. ხო, მისი ქალიშვილი ასწავლიდა სიმღერას და თვითონ ია კარგარეთელი ასწავლიდა კონსერვატორიაში მუსიკის თეორიას. და მცირე მუსიკის ისტორია, ასე ქვია. ერთი რაღაცა მცირე მუსიკის სწავლება, რას გამოხატა რა იყო ამ მცირე მუსიკაში, რა შედიოდა, ეს თუ ყველაფერი თვითონ გამოიმუშავა. და გადასცემდა სტუდენტებს, რომ იოლად ესწავლათ შემდეგ, ესე იგი, მუსიკალური თეორია. დაინტერესება საკეთებდა, რომ რასაკვირველია და ხო, რასაკვირველია. თორემ ასეთი გამოცდილების მქონე კაცი, როგორც თვითონ ია კარგარეთელი იყო, ყველა საინტერესებდა და ყველა ყურადღებით იყო ძალიან. ხა წარმომიდგენია მისი ლექციები როგორი იქნებოდა? ამდენი ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ერთი თვითონ უნიჭიერესი კაცი იყო, იმიტომ რომ ესეთი რომანსები შექმნა, ნუ ზღაპრული არ ვიცი, ერთმანეთზე უკეთესი რომანსები. მე ამდენი რამხელა ამაგია ქართული მუსიკის წინაშე, რომ თუნდაც იტალიური მუსიკების ქართულად თარგმნის. აი თქვენ ბრძანეთ რომანსები, ბატონო გელა, ძალიან მაინტერესებს ახლა. მოდით ასე ვთქვათ, რომ ეს რომანსებს რატომღაც დღეს არ მღერიან. აი თქვენი აზრით, რა არის ამისი მიზეზი? რომანსი ძალიან რთული შესასრულებელია. რომანსი, იმიტომ რომ ოპერაში მაგალითად შენ გვერდში გიდგას, ესე იგი, შენი კოლეგა. დიახ, შენი პარტნიორი გიდგას. თან თამაშობ, თან მოძრაობ. დიახ. და კონცერტის დროს ვერ მოძრაობ, გახარ მარტო. ხო. შენ და რა ქვია, კონცერტმეისტერი. დიახ. კონცერტმეისტერი და შენ, ესე იგი, შენი შესრულებით, შენი რა ქვია, სიმღერით უნდა დააინტერესო მაყურებელი. ხო. ამაშია. და რთულია შესასრულებელი. ძალიან რთულია, აი მე იმიტომ რომ თვითონ ნაწარმოები, პატარა ნაწარმოებია ხო, რომანსი. დიახ. ამ პატარა ნაწარმოების გადმოცემის დროს უნდა აჩვენო ყველაფერი აბსოლუტურად რაც კომპოზიტორმა მოიფიქრა და ჩადოშიქ. დიახ. ხო და ეს ძალიან რთული შესასრულებელია. გეთახმებით. მაყურებლამდე მიტანა ამის მიტანა ძალიან რთულია. ამიტომ ყველას ხალხზე აი მე რომ ვიძახი რომ რატომ არის ვანო სარაჯიშვილი დედი? რატომ არის დედი ვანო სარაჯიშვილი? დიახ, იმიტომ ის რომანსებსაც მღეროდა. ქართულ საოპერო ხელოვნებაში არის ერთ-ერთი პირველი და უპირველესი. დიახ. ძალიან დიდი. და რომანსებშიც. ხო, რომანსებზე აღარ ალაპარაკი. რომანსები მაგალითად გააკეთილშობილა.
მოდი ასე ვთქვათ. დიახ. ანუ ისეთი აქცენტები შეიტანა რომანსებში რაღაცა თავისებული, ცოტა ისეთი რაღაცა თავისებული სტილი შეიტანა რა. ერთი სტილის შექმნა, თავისი სტილი ჰქონდა სიმღერის მანერაზე. რომელიც არც იტალიური იყო, არც ქართული იყო. ეს იყო სინთეზი, ქართულისა და იტალიური სიმღერის სინთეზი იყო, ფაქტიურად. და გააკეთა ქართულ-იტალიური სიმღერის მანერა. და აი ნაწარმოებებს ისეთნაირად მოხარგავდა ხოლმე, ისეთნაირად მოხარგავდა, ისეთნაირად გაალამაზებდა, ისეთნაირად გააკეთებდა რა ქვია მეცავოჩეს და პიანოს და პიანისიმოზეც გადადიოდა გააქრობდა აბა ყველა სარეწიფება ახლა პიანოს გაკეთების საშუალება უნარი არ გაარჩია ზოგიერთ საოპერო მომღერალს და ცნობილი მომღერალია საოპერო მაგრამ პიანო არ აქვს პიანოზე სიმღერა არ შეუძლია დიახ და ფორტე და უცებ გადასვლა პიანოზე. ხო, რასაკვირველია. აი როგორი უნდა გააკეთო ნახტომი არა? მე როგორ არის აი ნაწარმოებებს ვღერის ვანო სალერიშვილი. ვღერის აიღო რაღაცა ნაწარმოები ხო, მაღალ ნოტაში დავუდგე. აიღო ეს წამოიღო. გლესანდოს სახით? ხო, წამოიღო. ნენა გააჩუმა და ესე იგი და გადავიდა პიანისიმოში. მეცავოჩეთ და წავიდა პიანოზე და პიანისიმოზე. ხო. აბა მე ძალიან მიყვეს რატომ იყო ამიტომ იყო დიდი ვანო სალერიშვილი ამიტომ იყო შეუდარებელი ვანო სალერიშვილი მე ძალიან გული მწყდება რომ მე როგორც რომანსების შემსრულებელი ხელს არ ვახლებს სხვა ჟანრს და მე ის არ მეხერხება მაგრამ რომანსებში ხო ვთვლი რომ შევძელი ამ ჟანრის როგორ თქვათ აი დაპყრობა ძალიან კარგი სასიამოვნო და მართალი რო გითხრათ ჩემ და სამწუხაროდ მე ვასრულებ ქართულ და რუსულ რომანსებს წიგნი გამოვიდა სხვათა შორის ერთ-ერთმა შესანიშნავმა პიროვნებამ გააკეთა წიგნი 360 წლისთავი სულხან-საბა ორბელიანზე და მთელი ერთი რამოდენიმე გვერდი უკავია ზუსტად ხელოვან ხალხს და იქ მე მქონდა ბედნიერება და მაქვს ბედნიერება რომ ბატონი ნანი ბრეგვაძის შემდეგ მე ვითვლები ქართული და რუსული რომანსების შემსრულება და მიყვეს სხვათა შორის რომ რატომ არ მღერიან ქართველი მომღერლები რომანსებს ეს შემთხვევით გაუგებარია ცოტა ისე ქართულ და რუსულ რომანსებს თამარ წერეთელი და ქეთო ჯაფარიძე რომღეროდნენ? კი ბატონო. ვერც ნანი ბრეგვაძე გეთანხმებით, მაგრამ მე ვლაპარაკობ აი ეხლა. მაგრამ ლაპარაკობ შემდგომ თაობაზე ლაპარაკობ. ხო, ნუ მაგრამ იმის შემდეგ ძალიან შეიცვალა. აი გამოდის ეხლა ამასინათ მოусვინე მე ქეთო ჯაფარიძეს ქართულ ტელევიზიაზე იყო, ქართულ ტელევიზიაზე. სულიკოს ვღერის. ხო. სულიკოს ვღერის, მაგრამ სულიკოს ვღერის საკმაოდ თავისებურად. ხო, ნუ ახლა. მაგრამ როგორ ვღერის იცით? ნუ ყველას თავისი. ჯერო შეხედავ, არის ნამდვილი ქართველი ქალის გასახიერება. რაღაც ზღაპრული ქალის გასახიერება, თვითონ გარეგნულად. კი, ლამაზი ქალიც იყო. ლამაზი ქალი და გრიშაშვილი სოლი მეუღლე და მაგრამ ვღერის ლამაზათაც ვღერის სხვადასხვა. დიახ და საინტერესოდ ვღერის. ხო. ისეთი ნიუანსები შეაქვს თვითონ ცოტა მელიზმები აქვს ცოტა სხვანაირი მელიზმები. აქცენტებს აკეთებს თავისებურ აქცენტებს კი ბატონო. ბატონო გელა ლამაზებს რასაკვირველია. სამწუხაროდ ჩვენი დრო უახლოვდება და სასულს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ ჩვენ ვისაუბრეთ იაკარგარეთელზე რომანსებზე ვისაუბრეთ დიდ მადლობას გეუბნებით ამისათვის და კლავ და კლავ მაქვს მე დიდი იმედი თქვენთან შეხვედრის და თქვენთან გადაცემის გაგრძელებისა და ჩვენ ეხლა თქვენს მიერ მოტანილ იმას გაუშვებთ და ვიტყვით კარგ სიტყვას და
დავემშვიდობები ჩვენს ძვირფას მაყურებელს ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. კარგად დადებოდეთ. Sheni